ქართველი მწერლის ცნობილი ნაწარმოების ახალი თეატრალიზებული ვერსია ოზურგეთის თეატრში ეგნატე ნინოშვილის მოთხრობას ქრისტინე განსხვავებული ინტერპრეტაციით წარმოადგენენ. განზოგადებული იქნება ნაწარმოებში ნაჩვენები პრობლემა და ტრაგიკული ისტორია, რომელიც თანამედროვეობაშიც არ კარგავს აქტუალობას. ამბავი ქალზე, რომელსაც საზოგადოებამ მძიმე განაჩენი გამოუტანა. სპექტაკლის პრემიერა ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 6-7 მარტს გაიმართება. ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში პრემიერისთვის ემზადებიან. წარმოდგენილი იქნება ეგნატე ნინოშვილის ცნობილი ნაწარმოები ქრისტინე. თეატრი მაყურებელს სთავაზობს კლასიკური ნაწარმოების თანამედროვე ინტერპრეტაციას. ალბათ მთავარი სათქმელი ქრისტინესი სწორედ ის არის, რომ რაც გააქვს მიზნად დასახული და რაც გულით გინდა მართლა უნდა გააკეთო და არ უნდა მიაქციო ბრბოს ყურადღება, არ უნდა მიაქციო იმას ყურადღება ხალხი რას ამბობს, შენზე მთავარია რომ გულით გინდოდეს რასაც აკეთებ და არ უნდა იყო მსხვერპლი. არ უნდა გახდე არც ოჯახის მსხვერპლი, არც საზოგადოების მსხვერპლი და შენი მიზნისკენ პირდაპირ უნდა იარო და ამისთვის ყველაფერი უნდა გააკეთო. სპექტაკლის რეჟისორის მარიამ სიხარულიძის ჩანაფიქრით ნაწარმოების სცენური ვერსია არ იქნება მხოლოდ ერთი ქალის ტრაგიკული ისტორია. რეჟისორის თქმით, სპექტაკლი აღარ არის მხოლოდ ერთი ქალის ტრაგიკული ამბავი. იგი ქვეყნის სახეთ გარდაიქმნება. მოქმედება უცხოეთში შოუ-ქეისის სივრცეში ვითარდება, რომელიც ტრაფიკინგის მოტყუებისა და იდენტობის გაყიდვის სიმბოლურ გარემოდ იქცევა. ეს არის თემა ამბავი ქალზე, რომელსაც საზოგადოებამ ძალიან მძიმე განაჩენი გამოუტანა. და ეს პატარა გოგონა ასრულებს სიცოცხლეს ძალიან მძიმედ. ეს თემა ძალიან აქტუალურია დღესაც სამწუხაროდ და ჩვენი ალბათ მთავარი მიზანი არის, რომ უფრო იმაზე მეტად გავბრაზდეთ რაღაცეებზე, პირველ რიგში ჩვენს თავებზე, ვიდრე ბრაზდებით. ეგნატე ნინოშვილის ქრისტინეში კარგად იკვეთება მთელი ის ძალადობრივი ჯაჭვი, რომელსაც პატრიარქატი ქმნის და რომელიც თავის მსხვერპლად თუ იარაღად აქცევს ირგვლივ ყველას. ნინოშვილი ქრისტინეში მხოლოდ ერთი ტიპის ქალს არ აღწერს, რითაც თავს არიდებს მათ თუნდაც დადებით კლიშეებში მოქცევას. თუ კი ქრისტინე ხალასი, მორალური მგრძნობიარი ადამიანია, მის გვერდით არიან პერსონაჟები, რომელთათვისაც ეს თვისებები ძალიან უცხოა. ქალი მე მგონი რომ აღარ უნდა იყოს მსხვერპლი და განკითხვის საგანი და რეჟისორის ჩანაფიქრიც მგონი ეს არის, რომ ქალთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები როდესმე და იქნებ ძალიან მალე აღარ იყოს იმდენად აქტუალური, როგორიც დღეს არის კიდევ, იმიტომ რომ ნაწარმოები საკმაოდ დიდი ხნის წინ შექმნილია, რა თქმა უნდა კლასიკაა და პრობლემაც კლასიკურ ვერსიად იქცა. ჩემი როლი ამ მოთხრობაშიც გამოკვეთილად ჩანს თუ როგორ შეიძლება ამ როლმა და ასეთი პერსონაჟის მქონე ადამიანებმა მარტივად თავიანთი ეგოისტური მიზნების გამო გაწიროს ერთი ადამიანის ცხოვრება. ჩემი როლი ალბათ ამ სპექტაკლში წარმოადგენს იმ პერსონაჟს, რომელიც არ უნდა იყოს აქტუალური დღესდღეობით. სპექტაკლის პრემიერა ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 6 და 7 მარტს არის დაგეგმილი.